ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. ბავშვებმა სკოლის ეზოში თეატრალიზებული შოუ მოაწყვეს. მათ იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების გმირები გააცოცხლეს და მოწვეულ სტუმრებს პატარა სპექტაკლები წარუდგინეს. ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული და რუსული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 14 აპრილი დედაენის დღე გახლავთ. ეს დღე განსაკუთრებული არის ერის ცხოვრებაში, ამიტომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად არის ამისადმი მიძღვნილი, ბრძენი, უნაპირო, გამორჩეული და დიდებულია ქართული ენა და ამ ენას აი ასეთი ღირსეული ღონისძიება, კონცერტი შეეფერება და ჩვენმა სკოლამ ამ ინიციატივას შესანიშნავად გაართვა თავი. მინდა გითხრათ, რომ იყო წარმოდგენილი სცენები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან, არაჩვეულებრივად იქნა წარმოდგენილი თითოეული ეპიზოდი და ახლა აი ამ კონცერტითაც დავაგვირგვინებთ ამას. მინდა თითოეულს მივულოცო ეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღე, რომელსაც ქართული ენის დღე ჰქვია. დღეს ჩვენი მეოთხე საჯარო სკოლა აღნიშნავს ქართული ენის დღეს. ენისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის სიამაყეა, სიმდიდრეა. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ წილად გვერგო ამ ლამაზი დღის აღნიშვნა. მე ვულოცავ ყველას, ვულოცავ ჩემი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, ვულოცავ მოსწავლეებს, ვულოცავ დამსწრე საზოგადოებას, მთლიანად საქართველოს ამ ლამაზ დღეს და ვისურვებდი, რომ თითოეულ ქართველს სული სიღრმემდე ყვარებოდეს ქართული ენა. იმიტომ რომ ქართული ენა ეს არის ენა, რომელიც ჩვენ ღმერთმა გვაჩუქა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გეფერებით ყველას, მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. ყველას მოგილოცავთ სახელმწიფო ქართული ენის დღე. დღეს ჩვენმა სკოლამ, ქალაქ ფოთის ნომერ მეოთხე საჯარო სკოლამ ჩატარა ღონისძიება, რომელმაც მიიღო მონაწილეობა მთელმა სკოლამ. აგრეთვე სხვადასხვა სტუმრები არიან მოწვეულები. მოხარულია, რომ ჩვენმა სკოლამ ასეთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი ღონისძიება ჩაატარა. დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.